რა ღირს სიცოცხლე? ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველა რესურსი შეზღუდულია და ყველაფერს თავის ფასი აქვს. სიკვდილისა და სიცოცხლის ღირებულება განსაკუთრებით აქტუალური ხდება კრიზისულ სიტუაციებში, მაგალითად პანდემიის, კატასტროფების ან ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვის დროს. მარტივად რომ ავხსნათ, რამდენსაც იხდის სადაზღვევო მაღაროში უბედური შემთხვევების დროს, ეს თანხა ღირს მაღაროელის სიცოცხლე. 2025 წელს სიცოცხლის ფასი ყველაზე მაღალი ამერიკაშია და მერყეობს $5 მილიონიდან $10 მილიონამდე, როცა სუდანში კომპენსაცია სულ რაღაც $250. ამ დროს იქმნება უხილავი პრობლემა სოციუმში. ეს რეალობა ხანდახან გვაგრძნობინებს, რომ ზოგი სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენი. ეს კი წარმოადგენს სერიოზულ მორალურ გამოწვევას. ეს ყველაფერი შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბიან სოციოპოლიტანურ კრიზისში, სადაც საზოგადოება დაიყოფა ერთმანეთის მტრად, ხოლო ილუზია ფასეულობაზე ჩაანაცვლებს ჭეშმარიტ თანაგრძნობასა და ღირსებას. ამიტომ ნუ დაივიწყებთ, რომ რიცხვები მხოლოდ სტატისტიკაა. მათ მიღმა ადამიანების ბედი, ტკივილი და იმედებია. თითოეული სიცოცხლე უნიკალურია და ფულით ვერ იქნება შეფასებული.